У жителей Сванети, вооруженных людей с обеих сторон, до журналистов, фактически лишенных достоверной информации о спецоперации в Кадоре. Видимо, сейчас квициане ищут близ села Ажара, в соседнем... Кремлმა ისევ ნაცად ხერხს მიმართა. 2006 წლის ივლისში კოდორის ხეობაში ამბოხი დაიწყო. ამბოხებას პრეზიდენტ შევარდნაძის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი ხელმძღვანელობდა. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ კოდორის ხეობაში წესრიგის დამყარების თაობაზე კვიციანის უკმაყოფილება გამოიწვია. გასამხედროებული რაზმის, მონადირისა და აფხაზის სეპარატისტების მხარდაჭერით კვიციანმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. Обещают, что возьмут квициане живых. Кремль კვიციანს სოლიდარობას უცხადებდა. ჩაკეტილ ხეობაში რუსი ჟურნალისტები მისგან ინტერვიუს იღებდნენ. ხოლო რუსეთის ცენტრალური არხები მე ამბოხეზე ვრცელ სიუჟეტებს აკეთებდნენ. Это война, а не операция, говорит он про действия грузинских властей, которым, по словам Квициане, помогают и иностранные наемники. И арабы, и чеченцы. С одного я содрал маску, и как-то удивительно мне негр оказался. Საინფორმაციო მხარდაჭერა კვიციანს აფხაზურმა ტელევიზიამაც გამოუცხადა. Еще раз предупреждаю, будет кровопролитие. Я предупреждаю матерей тех сыновей, которые находятся обманным путем в Кадорском ущелье. Заберите своих детей. ყოფილი რწმუნებული სააკაშვილისა და საქართველოს მთავრობის მიმართ მუქარას არ იშურებდა და ომით იმუქრებოდა. ეხლა შემოუშვებ მაგათ, მოდიანო ხო? არანაირი წინააღმდეგობა, მაგრამ უკან ჩაუხერგავ უკვე გზას. ჩაუხერგავ, არანა კი არ გავაჩერებ საკენში უფრო უნდათ გაჩერება. დავიკვდებ ეხლა წინ, უკრიდან დაუწყებ სროლას თუ არ წავლენ და ჩამოვიყვან აგერ. გაფხაზები აგერდგანან გამზადებულები. მოსკოვის სცენარით ამბოხის პარალელურად თბილისში კვიციანის მხარდამჭერი აქციები უნდა დაწყებულიყო, რომელსაც მხარს ოპოზიციის ნაწილის დაუჭერდა. დაუჭიროთ მხარი ჩვენს გმირ ხეობას, მის მებრძოლ ხეობას, მის მებრძოლ ადამიანებს. თავდაცვის მინისტრ შეხვდაო აფხაზეთის სტატიო. ხო, რა თქმა უნდა და რა იყო იცი? თავდაცვის მინისტრს საერთოდ არ ვისწრობ. არც იმას არ ვისწრობ, ვისწრებს სამშვიდობო ძალების სარგალიო, ხო? ხო. არც იმას არ ვისწრობ და დამირეკა მე იმან კუპალბამ, ვისთანაც მე საერთოდ ყოველთვის აი ამ ვამყარებ, ხო? ხო. იმან დამირეკა და მითხრა რომ რა ხდებაო რა? ხო, და ახლა ხო. და მაგან შემომთავაზა. იცოდეო, ნუ როგორც მაშინ ადრე იყო, ერთი გარკვეული რაოდენობით დაგიდგები გვერდშიო რა, გარკვეული დიდი რაოდენობა თქვა და მოკლედ შენ მაგრამ დააგვირგვით, თორე ძალიან ისეთი უხალისოდ იყვნენ, ხასიათი ჰქონდათ დაკარგული, საერთოდ საქართველოს არ გვინდა უიზახდნენ ხალხი აგერა. ეჩო, რა გამაგდით, გამაგდინება იცი რომ ავალიანი მუქარის საპასუხოდ ქართული სამართალდამცველები კოდორის ხეობაზე სრულ კონტროლს ამყარებენ. სპეცოპერაციის შედეგად კვიციანმა ხეობა დატოვა და თავი აფხაზეთს შეაფარა. მოსკოვის სცენარი ჩაიშალა. საქართველო 13 წლიანი ინტერვალის შემდეგ აფხაზეთის ნაწილზე საკუთარი იურისდიქცია აღადგინა. ჯვირფასო თანამემამულე. დღეს ქართულმა სახელმწიფომ ნიშნულოვანი გამოსვლა ჩააბარა. ჩვენ მრავალი წლის შემდეგ აღვადგინეთ საქართველოს ხელისუფლების სრული კონტროლი აფხაზეთში კოდორის ხეობაზე.